მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ნოემბრის თვეში. პენტაკლების დედოფალი, თასების 7-იანი და პენტაკლების 6-იანი. პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით იქნება აქ რაღაც გარკვეული ახალი სიახლეები. აქ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმას, თუ რამდენად მყარი არის თქვენი ფინანსები, რამდენად დაცული არის თავად სამყაროსგან თითქოს. განსაკუთრებით თუ მე მიყურებენ კოლეგები, აქ ძალიან კარგი იქნება რომ თქვენს ფინანსურ ენერგიებზე რაღაც გარკვეული დაცვები დააყენოთ, ძალიან კარგად იმუშავებს, რაღაც გარკვეული სიმბოლოები და სიგილები ამ ერთი თვის განმავლობაში. და პლუს ამასთან ერთად ნახეთ აქამდე რასაც ვერ ამჩნევდით თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით, ზუსტად იმას შეამჩნევთ და ეს შეიძლება დიდად სასიამოვნო ნამდვილად არ იყოს. თქვენ მოგიწევთ უფრო სწორი განაწილება თქვენი ფინანსური ენერგიებისა, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი ფინანსური ენერგია იქნება თქვენს რეალობაში. დროთა დრო აქ სამყარო აუცილებლად მოგცემთ რაღაც გარკვეულ პატარ-პატარა სირთულეებს, პატარ-პატარა პრობლემებს, თუ თქვენ არასწორად განსაზღვრავთ თქვენს ფინანსებს. ამიტომაც იპოვეთ ბალანსი თქვენს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას შორის და რა თქმა უნდა რაციონალური განსაზღვრის შორის, იმიტომ რომ როგორც თავის წანებივრება არის მნიშვნელოვანი ფინანსური ენერგიებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული რაციონალური გათვლებიც, ხო? კიდევ ერთი არკანი დავამატოთ რა გელოდებათ ნოემბრის თვეში. არკანი ვერთხების 3-იანი, რაღაც სრულიად ახალი გზა, სრულიად ახალი მოტივაციები, სრულიად ახალი შედეგები, რაღაც ისეთში დაინახავთ შედეგს, რაშიც აქამდე შედეგი საერთოდ არ გქონდათ.